რაც აქვს პირდაპირ შეხება ბიზნესთანაც და ბიზნესის კუთხით, ეკონომიკის კუთხითთან არა იმდენად რაღაც მაჩვენებლების ნაწილში, არამედ ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ ახლა, რომ ჩვენი საზოგადოების ყველა რგოლის, ყველა პროფესიული ჯგუფის, ადამიანური, პროფესიული და სხვა რესურსების მობილიზება უნდა ხდებოდეს, რომ ერთმანეთის თანადგომით ამ ქვეყანას დასავლური პერსპექტივა არ დაუკარგოთ. ახლა დღეს მაგალითად განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანების კონსოლიდაციის აშკარა სურათი ვნახეთ, მაგრამ ესეც გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ იძულებითი ნაბიჯია იმ მხრივ, რომ უფრო რეაქციული არის, როცა რეჟიმმა დაიწყო უკვე ღია შეტევა განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებზე, თუმცა ეს თავისთავად მისასალმებელი და მნიშვნელოვანი ფაქტია. ბიზნეს რაც შეეხება, პირველ რიგში სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მაგრამ ჯეოკეისის მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკა ალავიძე. ნიკა, მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის. ცოტა ხანში ჩავრთავთ სტრასბურგს, სადაც საინტერესო ღონისძიება მიმდინარეობს, მაგრამ აი თქვენი აზრით შეიძლება ასე გამოვკვეთოთ, რომ აი ბიზნესის როლი მთელს ამ პროცესში ჩემი აზრით უნდა გამოვკვეთოთ, იმიტომ რომ როცა დაიწყო ეს დიდი მოძრაობა, როცა რეჟიმმა დაიწყო ღია ზურგის შექცევა დასავლეთისთვის, რაც გამოიხატა შემდეგ სრულიად ანტიდასავლურ და ანტიცივილიზაციურ მოქმედებებში საკუთარ მოსახლეობასთან მიმართებაში, დარბევაც, ემაწამება და ასე შემდეგ, ბიზნესმა ხმა აღიმაღლა, ასე ვთქვათ. შემდეგ ეს ხმა ნელ-ნელა მიჩნდა და ახლა ძალიან დაბალ ხმაზე ისმის ცალკეულ ერთეულ შემთხვევებში. რას დავაბრალოთ ეს ყველაფერი და როგორ შეიძლება ეს სიტუაცია შეიცვალოს? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიორგი მოწვევისთვის, სანამ დავიწყებთ, მინდა თქვენს კოლეგას ბატონ ვახტანგ ქსანაიას თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადა და ასევე ჯობას და ყველას, ვინც ამ გაუგებარი განსაკუთრებით ესეთ დრაკონული კანონების მსხვერპლი გახდა, მსხვერპლი ბჭყალებში, მსხვერპლი ქვეყანა. რაც შეეხება ამ კითხვას და ბიზნესის როლს, ბიზნესის როლი რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია, არა მარტო აქ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ საზოგადოებაში და ნებისმიერ ცივილურ სამყაროში. რა არის ბიზნესი? ხო, ეს არის რაღაც ადამიანების ერთობლიობა, რომელიც ერთმა რამოდენიმე რაღაცას და ჟინით შეპყრობილმა, რაღაც იდეით შეპყრობილმა ადამიანმა რაღაც გარკვეული შესაძლებლობების მქონემ შექმნეს რაღაც სამეწარმეო საქმიანობა და იმითი რომ მათ დოვლათი შექმნან დაიჭირათ სხვა ადამიანების შემოკრებაც გვერდით და რაღაც საქმიანობა გააკეთდა. შესაბამისად ეს ბიზნესი, ჩვენ ბიზნესს ავარქმევთ, ენტერპრენერობას დავარქმევთ, მეწარმეობას თუ ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას, დგას იმ საზოგადოებაზე და იკვებება იმ საზოგადოებით, რომლის ნაწილიც არის. ნებისმიერ საქმიანობას სჭირდება მომხმარებელი და ეს მომხმარებელი უნდა იყოს საწუხო ჯანმრთელია, ჯანსაღია და განვითარებულია ეს მომხმარებელი. მით უფრო წარმატებულია ეს მეწარმეც, სამეწარმეო საქმიანობაც და ასე შემდეგ. აქ არის ორლესი მახვილის პრინციპი და ეს სინერგია ყვებავს ერთმანეთს და ეს ყველა ერთად იღებენ რაღაცა დიდი დოვლათის შექმნაში მონაწილეობას, რომელსაც ქვია მთლიანი შიდა პროდუქტი, ქვეყანა, ეკონომიკა, ქვეყნის თუნდაც იქ სუვერენიტეტი და თუნდაც ეს ყველაფერი საზღვრები იკვრება აი ამ რეალური საქმიანობიდან გამომდინარე. ის რომ ბიზნესი მიჩნდა, ის რომ ბიზნესი რაღაც უფრო კომფორტიზმი ამჯობინა ან თავიდან ნეხი გაიზარდა, რაღაც ნეხი გაიზარდა, ისევ და ისევ რეზიდენტულობის რესურსი ნაკლები აქვს, ბევრი რაღაცის გამო არის მოწყვლადი რეჟიმი ამას ნიშნავს. ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს გაკვეთილები ისტორიიდან და ისტორია არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ და ეს არ ნიშნავს რომ ამ ისტორიით უნდა ვიცხოვოთ ხოლოდ. ხო, ეს ისტორიიდან უნდა ავიღოთ ის გაკვეთილები რაც არის. ჩვენ ვიცით რომ ის ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც ჩამოყავი, რომელიც კაცობრებას ძალიან მძიმე ნაიარევები დაატყვეს თავის თავზე, თავიდან ბოლომდე უსწორდებოდნენ მათ მკვებავ ხელს. ამ შემთხვევაში ბიზნესი, როგორც ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობა, წვრილი, საშუალო თუ მსხვილი, ყოველთვის ხდებოდა ამ დარტყმების მსხვერპლი. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ავიღოთ, როდესაც კაცობრიობა ძალიან მძიმე ომებში იყო ჩართული ზუსტად ამ გაუგებარი ავტორიტარული რეჟიმების ჩამოყალიბებით და რამდენი დიდი სამეწარმეო კონგლომერატი და საქმიანობა იქ გახდა აი ამ რეჟიმების მსხვერპლი.
და რა თქმა უნდა ჩვენ გვახსოვს რომ ვინც კოლაბორაციაში შევიდა მაგალითად ნაცისტურ რეჟიმთან ისინი რაღაც ის 6 თუ 7 წელი განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ ანუ 39 წლიდან თუ ავთვლით ეს გამოდის დიდ ხერს ნახულობდი რაღაცა ხერი მიიღეს და იქიდან მე რამოდენიმე კისევ დარჩა მაგრამ რამდენი წლები დასჭირდათ რომ მათ ეს რეპატრიაციების გადახდაში მიიღოთ მონაწილეობა და რეპუტაცია აღედგინათ და ნუ ბევრი ვერ გადარჩა ან წამოყავდა ამიტომ უნდა ისწავლოს ყველა მესის და განსაკუთრებულად როდესაც ეს დაუშვათ ისწავლა რა უნდა გააკეთოს რა შესაძლებლობა და რა სიუცია დარჩენილი ქვეყანაში და არსებობს თუ არა რაიმე ფორმები რა აი მაგალითისათვის აი მედია ახლა მთავარი პრობლემა რა არის სრულ ავტორიტარიზმს რა აკლია და დიქტატურას აკლია ის რომ ჩვენ ახლა ეთერში ვლაპარაკობთ სხვა მე მგონი არაფერი აღარ დარჩა მაგრამ ჩვენც რო ვლაპარაკობთ ეს მაინც ძირითადად არის აქ მომუშავე ადამიანების ენთუზიაზმის ხარჯზე რომელიც ენთუზიაზმი თავად ულევი შეიძლება იყოს მაგრამ ეს ტექნიკატევადი სამსახურები არის და აუცილებელ ხარჯებს მოიცავს ხელისუფლებამ და რეჟიმმა იცის რომ ამას ყველაფერს თავისი ლიმიტი და რესურსი აქვს აი ამ ელემენტარული რესურსებით უზრუნველყოფაში ამ მედიების შეიძლება რომ გარდა იმ რამდენიმე სუბიექტისა ორ ხელზე ჩამოსათვლელი კი არა ერთი ხელიც ყველა მტევანიც კი არ მჭირდება რომელიც ამაში თავის წვლილში აქვს ხო რომ ამ ბიზნესებმა სუბიექტებმა ამ ხრივ გამოიჩინონ რაღაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ისე რომ გავითვალისწინოთ რეჟიმის რეპრესიული ასე ვთქვათ ბუნება და დაიზღვიონ თავი დარტყმებისგან რა თქმა უნდა ყველაფერი შესაძლებელია მაგრამ ჩვენ ჩავუღმავდეთ ჩვენს კონკრეტულ მაგალითს ამ ბიზნესის იმიტომ რომ ყოველთვის განსაზღვრელია ბიზნესი და ზოგადად ამ სამეწარმეო საქმეში ჩართული ადამიანები და მათი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო მსხვილია მათი დავლენა შესაბამისად პოლიტიკურ პროცესებზეც და ქვეყნების შიგნით მოწყობის და რაღაც გადაწყვეტილების პროცესებზე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ზოგჯერ ეს ცოტა არაჯანსაღად დიდიც არის და ვიცით ჩვენ ესე მუშაობს, მაგრამ ყოველთვის ხდება რაღაცა ბალანსის დაჭერა. ჩვენ თუ დავაკვირდებით ჩვენი ბიზნესების სპეციფიკას და ეს არ ახალია და მე რაღაცას განსაკუთრებულს არ ვამბობ, უმეტესობა არის მიკედლებული, ანუ იკვებება და საზრდოობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელმწიფო ბიუჯეტის აღქმის პრობლემა გვაქვს. ეს პრობლემა ის რომ ადამიანების უმრავლესობას სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში გონია რომ ეს ბიუჯეტი ეკუთვნის ერთ კონკრეტულ ვიღაცას, რომელსაც ვიღაცა დანიშნავს უხილავი ხელი ბჭყალებში, რაღაცა პრემიერ-მინისტრად და ასე შემდეგ და მათ მერე შეუძლიათ საკუთარ სახლებში უშველებელი ქეშით იმოძრაონ და მერე როცა აღება წავიდნენ და ეს არის მათი საკუთრება. აი სამწუხაროდ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციური მიდგომით რომ შევხედოთ მოთხოვნა იმისი რომ ეს ბიზნესი რეალურად იყოს პასუხისმგებლიანი და პასუხისმგებლად განწყობილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში გვაქვს ძალიან შეზღუდული და ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. ნუ მესმის რომ ეს პრობლემაა, მაგრამ აი ბოლოს მაინც მინდა გვირჩიოთ ან თქვათ. კი. გავიგე რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნება ჩვენ ამისი არც ისტორიული გამოცდილება გქონია, არც საკუთარი სახელმწიფო გვიმართია ამდენი ხნის განმავლობაში, მით უმეტეს ასეთ ტიპის დემოკრატიული სისტემებისათვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები არ გქონია და ახლა ბიზნესის როლი როგორც დამოუკიდებელი მნიშვნელოვანი მოთამაშის საერთოდ ამხრივ ჩვენ ძალიან დიდი ქველმოქმედი ძველი ქართველი ბიზნესმენები გვყავდა, მაგრამ ახლა ამ კულტურის ჩამოყალიბებას ელემენტარულად დოლათის დაგროვება ჭირდება, რომ გასაცემი გქონდეს და მეორე კიდე სამოქალაქო ეროვნული პასუხისმგებლობის. ამ ხალხს თვითონ ხომ უნდა გქონდეს ეს შეგრძნება. თავი რო დავანებოთ რაღაცა ეროვნულ და პატრიოტულ და ასე შემდეგ. ინსტინქტის დონეზე მაინც ხომ უნდა ხვდებოდნენ რომ შეიძლება ახლა დიქტატორთან ახლოს ყოფნა კი იყოს კაი, მაგრამ მით უმეტეს ისეთი ბუნების დიქტატორი როგორც ბატონ ივანიშვილია, რომელსაც თავში რა მოუტრიალდება, მირას ჩააწვეთებს ყურში და თავისიანებს ჭამს და დაერია და შენ როგორ მოგექცევა, ამას ხომ უნდა ხვდებოდი ადამიანი ამ ყველაფრის გათვალისწინებით. რომ მოუნდეს ბიზნეს, შეგნებულად არაფერს არ ვაკონკრეტებ, რომ რაღაცა მინიმუმი, აი, მისი 0.00001%-ით დაეხმაროს თავის ქვეყნის მომავალს. მომავალი ამ შემთხვევაში უკავშირდება იმ კუნძულის და რამდენიმე კუნძულის გადარჩენას, რომელიც ამ პერსპექტივას ინარჩუნებს, მაგალითად, ქართულ მედიას.
სურვილის შემთხვევაში და ამის გააზრების შემთხვევაში არსებობს მეთქი გზები რო ეს გააკეთოს. კი, რა თქმა უნდა არსებობს, გიორგი, და ეს გზა არის ერთიანობა. ანუ ძალა ერთობაშია, ვიცით, გვიწერია გერბზე და უბრალოდ ეს სიტყვა არის სამწუხაროდ ჯერჯერობით იმ მელანზე ნაკლები ღირებულების, ვიდრე დაიხარჯა ამ დაწერისას. ეს გასააზრებელია, კარგად. ამიტომ ეს ბიზნესები თუნდაც მსხვილი ბიზნესები ვინც არიან, იმდან დიდი და იმდან მსხვილი წილი უკავია, ანუ რომ გამოვაკლოთ აი ძალიან ულტრა ბოლო წლებში აღმოცენებული ტიპები. იმდანაც გავლენა შეუძლიათ მოახდინონ, რომ ჯანსაღად წარმართონ ეს რეალობა. და ასევე მე მინდა კიდევ ერთხელ მოუწოდო ამ ნაწილში ყველას დანარჩენ, უბრალოდ გავიაზროთ. აი ეს ბოლო შემოთავაზებული რეფორმა განათლების, რას გვიქადის და რას გვაძლევს. იმიტომ ეს არის მთავარი ინდიკატორი ამ ბიზნესებისთვის, რომ მათ დაინახონ რა გარემოში მოუწევთ მათ არსებობა. ერთი ფაქტი, უბრალოდ ციფრებით და ძალიან მარტივად გადამოწმებადი. კი, ანუ განათლების ჯანსაღის სისტემა, რომელშიც ჩვენ ვართ ინტეგრირებულები, იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყნის დოვლათი, ეკონომიკა, რომელიც დგას ინდივიდებზე, ინდივიდის შემოსავალი იყოს 9-დან 13%-მდე მეტი, ვიდრე იმ ინდივიდების, ვინც არიან მოწყვეტილი ასეთი განათლების სისტემას. ანუ თუ გაქვს ნორმალური განათლების სისტემა, შენ ბიზნესი შეგიძლია კონდეს წარმატებული და 9-13%-ით უფრო წარმატებული იქნები და აი ამ რეფორმებში, ჭყალებში, ანტირეფორმებში რო ჩაიფლობა, ამ ბიზნესების პირდაპირ დანაკარგია იქნება გარანტირებულად 9-დან 13%-მდე. ეს არის კონკრეტული ფაქტები, გადამოწმებადი და მოუწოდებ ამ სხვა ბიზნესებს, რომ ეს შეხედონ მათი პირადი დოვლათი მინიმუმ 9%-ით შემცირდება და ეს ცოტა არ არის. მადლობა უთხრათ ნიკა ალავიძეს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. დავშვებები მას და ჩვენი გადაცემის ბოლოს გვაქვს შესაძლებლობა სტრასბურგიდან ჩავრთოთ ბატონის ზურაბ